მე-6 დღეა ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე ინტენსიურ იერიშებს აგრძელებენ. ირანს კი საპასუხო შეტევები მიაქვს ისრაელზე, ამერიკულ ბაზებსა და რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაზე. მიმდინარე ომი უკვე 14 ქვეყანას შეეხო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ირანის საზღვაო და საჰაერო ძალები აღარ არსებობენ. ირანის საჰაერო თავდაცვის იარაღი და თვითმფრინავები ამერიკული და ისრაელის იერიშების შედეგად განადგურებულია. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანის ლიდერები უკვე მზად არიან შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დადონ შეთანხმება. თუმცა დასცინა, რომ ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო მეტად სურს ბრძოლის გაგრძელება, ვიდრე ირანს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები შესანიშნავ ისრაელელ პარტნიორებთან ერთად სრულად ანადგურებენ მტერს და ამას აკეთებენ იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ეს გეგმით იყო გათვალისწინებული, თან იმ მასშტაბებით, რომელიც აქამდე არავის არასდროს უნახავს. ყოველ 1 საათში ვანადგურებთ ირანის მრავალ რაკეტას და დრონს, თანაც ისე ვანადგურებთ, არავის ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო. როგორც კი ისინი რაკეტას გაუშვებენ, 4 წუთში გამშვები მოწყობილობა იბომბება. მათ არც კი ესმით რა მოხდა. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა. მათი საზღვაო ძალები აღარ არსებობენ. 3 დღეში 24 ხომალდი განადგურდა. ეს ძალიან ბევრია. მათი საჰაერო თავდაცვის სისტემები აღარ არსებობს. შესაბამისად, მათ აღარ აქვს საჰაერო ძალა, აღარ აქვს საჰაერო თავდაცვა. მათი ყველა თვითმფრინავი განადგურებულია, მათი კომუნიკაციები აღარ არსებობს, რაკეტები აღარ აქვთ, არც გამშვები დანადგარები აქვთ. დაახლოებით 60-64% განადგურებულია. ამის მიუხედავად ისინი მაინც საკმაოდ კარგად არიან. გულისხმობ იმას, რაც დარჩათ. გამძლეები არიან და ბრძოლა უნდათ. ისინი გვირეკავენ და გვეკითხებიან, როგორ შეიძლება შეთანხმების მიღწევა. მე უთხარი ცოტა დაგვიანებულია. ახლა ჩვენ უფრო მეტად გვინდა ბრძოლა ვიდრე მათ. 47 წელი გავიდა, გააჩნია როგორ დაითვლით, მაგრამ 47 წელია ამ ჯგუფთან დაკავშირებულ საშინელებებს ვხედავთ. ხედავ ადამიანს ქუჩაში, რომელსაც ფეხები ან ხელები აღარ აქვს, ან სახე ძალიან აქვს დაზიანებული. უმეტეს შემთხვევაში 95%-ს ეს სოლეიმანისა და ირანის გამო მოუვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანელ დიპლომატებს მოუწოდებს შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვონ. მითი განცხადებით, მათ, ვინც იმუნიტეტს მოითხოვს, შეეძლებათ ამერიკის შეერთებულ შტატებს დაეხმარონ, შექმნან ახალი და უკეთესი ირანი, დიდი პოტენციალით. დონალდ ტრამპმა ირანელ ხალხსაც მიმართა. დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურს, რომ ომის დასრულების შემდეგ ირანში უზენაესი ლიდერის არჩევაში თავადაც მიიღოს მონაწილეობა. დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. აბას არაღჩის თქმით, თეირანს ვაშინგტონისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის ინიციატივით არ მიუმართავს. ამერიკულ მაუწყებელთან NBC News-თან საუბრისას აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი ამერიკასთან საუბრის ვერანაირ საბაბს ვერ ხედავს. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას არ ვითხოვთ და ვერც ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება შეერთებულ შტატებთან, როცა მათთან უკვე ორჯერ გქონდა მოლაპარაკება და ყოველ ჯერზე ამ პროცესში დაგვესხნენ თავს. ამიტომ ჩვენგან არც ცეცხლის შეწყვეტისა და არც შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მოთხოვნა არსებობს. ჩვენ მათთვის არანაირი შეტყობინება არ გაგვიგზავნია. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი რაკეტების ხარისხი, რამდენად გაუმჯობესებულია ისინი ბოლო ომის შემდეგ. მას შემდეგ ბევრი გაკვეთილი მივიღეთ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სხვა სცენარისთვისაც, თუნდაც სახმელეთო შეჭრისთვის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა სისასტიკე გამოიჩინეს, როდესაც ინდოეთის ოკეანეში ირანული ხომალდი ჩაძირეს, რასაც ეკიპაჟის 57 წევრი ემსხვერპლა. ამერიკის შეერთებული შტატები კი ირანს აფრთხილებს, რომ იერიშები მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ამასობაში ისრაელის სამხედროებმა 6 მარტს დილით განაცხადებს, რომ ირანის დედაქალაქ თეირანზე მასშტაბური დარტყმების ტალღა დაიწყეს.